რა მოხდა ბათუმის იაშვილის კლინიკაში? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც ჯერჯერობით შვილის ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს ოფიციალურად ოჯახის წევრებმა და სავარაუდოდ სულ ცოტა ხანში უკვე დაიწყებს შესაბამისი მარეგულირებელი კომისია იმის მოკვლევას, თუ რა გახდა რეალურად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. მანამდე კი გეტყვით, რომ რამდენიმე წუთის წინ იაშვილის ცენტრალურ კლინიკაში, სადაც რამდენიმე დღის წინ ბავშვი მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანეს ბათუმის კლინიკიდან, ის რეანიმობილით გადმოიყვანეს კლინიკაში. ის რამდენიმე დღეა მოთავსებულია სწორედ იაშვილის ბავშვთა კლინიკაში. ოჯახის წევრები ითხოვდნენ მედპერსონალთან შეხვედრას და ისინი ამბობდნენ, რომ ამ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებიც უნდა დავსწრებოდით, რადგან ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლებზეც საუბრობენ მედიკოსები, მათ არ სჯერათ და ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ მას შემდეგ გაუარესდა, რაც ბავშვი კლინიკაში შეიყვანეს და მათივე ინფორმაციით ბავშვი მედიკოსებს ხელიდან გაუვარდათ, ან რაიმე სახის სხვა დაუდევრობას ჰქონდა საქმე მედიკოსების მხრიდან, რის შემდეგაც ბავშვს თავის არეში დაზიანებები აქვს მიღებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 20 დღის ჩვილი ბავშვთა კლინიკაში შეიყვანეს ვირუსული ინფექციით, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ბავშვს არ აღენიშნებოდა არანაირი სახის დაზიანებები თავის არეში, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ მედიკოსებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ბავშვს თავის არეში ჰქონდა მძიმე დაზიანებები, რის გამოც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვილი თბილისის კლინიკაში გადმოეყვანათ. სწორედ აქ არის ახლა ჩვილი მოთავსებული და ჯერჯერობით უცნობია თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუშინ კლინიკიდან ბავშვის გაწერას აპირებდნენ მედიკოსები და ისინი ამბობენ, რომ სავარაუდოდ მედიკოსებს სულთ ამ ამბის მიჩქვალვა, რადგან ბავშვი არის მძიმე მდგომარეობაში და შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ უნდა მოხდეს მისი მეთვალყურეობა მედიკოსების მხრიდან. ისინი ითხოვენ ყველა იმ პირის შესაბამის პასუხისგებაში მიცემას, რომელსაც სავარაუდოდ დაუდევრობის მიზნით ბავშვს მძიმე დაზიანებები აღენიშნება თავის არეში. ორი კვირის იყო ბავშვი, რომ გამოიწერა დაიბადა სახში ყავდა. ორი კვირის თავზე გაურთულდა ბრონხები და ბრონხების საფუძველზე წავიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. ვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და აბრალებენ ოჯახს. და 20 დღისაა ბავშვი თავი გატეხილი აქვს და ბავშვი გვატანებენ სახში, როგორ წავიყვანოთ? განსაკუთრებულს არავინ არაფერს არ ითხოვს. ბავშვი მოარჩინონ, კვირა დღეს გაწერეს ბავშვი, როგორ შეიძლება ეს? 2 თვის ბავშვი არ არის. დაზიანება მიაღები ამათ ოჯახს აბრალებენ, ესე არ არის. გადარჩენა გვინდა ბავშვს, არაფერს არ ვითხოვ ჩვენ განსხვავებულს. არაფერი არ ქონდა, ოჯახის ერთი ოჯახი ვარ ჩვენ. არაფერი არ ქონდა, ბავშვი შევიდა ჯანმრთელი ვირუსით. და თავგატეხილია ბავშვი გამოგზავნილი იქედან. გვეუბნება ექიმი, განკურნებულია ჩვენგან არაფერი აღარაა საჭირო, შეგიძლიათ გაეწეროთ და რაფერაა განკურნებული, რესტორანის შეშვება თავზე ბავშვს. ხოდა იგი ეუბნება კიდევ ექიმი, რომ იგი მთელი შეიძლება ესო მთელი ცხოვრების მანძილზე გააყვასო და რამე დიაგნოზი ხონდა და ისვას, რომ რის გამო. გამოწერამდე 3 დღით ადრე მოხდა ეს ამბავი და დააკვირდნენ ჯერ. 1-2 დღე უყურეს და უკვე სულაც წავიდა კანკალი დაეწყო. გადავაღეთ კატეო და აღმოჩნდა, რომ შეცვლა და ბზარი აქვს თავზე. პირველები რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ მოუყვეთ მაყურებელს თუ როგორია კლინიკის პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკის ხელმძღვანელობას, რომლებიც ამბობენ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს კონსილიუმი და კონსილიუმის თანხლებით ხვდებიან ჩვილის ოჯახის წევრებს, მათ აცნობენ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სწორედ ამის შემდგომ უკვე სავარაუდოდ გაკეთდება მედიასთან ოფიციალური კომენტარი და ამის შემდგომ გვეცოდინება თუ რა პოზიცია აქვს თავად კლინიკას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან ექიმების დაუდევრობის შედეგად სავარაუდოდ ბავშვმა მიიღო დაზიანებები თავის არეში, რის გამოც არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკრიტიკულად მძიმე. მარეგულირებელ კომისიას უკვე აქვს ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით და სავარაუდოდ ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან მალე დაიწყებს ამ ფაქტზე ოფიციალურად გამოძიებას.